დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ, რატომ არის დიაბეტი თანამედროვე ადამიანის უდიდესი მტერი. იცოდით, რომ დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი საშიში მდგომარეობები, როგორიც არის მაგალითად გულის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, სიბრმავე და ამ ყველაფრის ფონზე ბევრი ადამიანი დიაბეტს სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რის საფუძველზეც მათ რამდენიმე გართულება, რაც ჩამოთვალე ერთდროულადაც კი უვითარდებათ. მაგრამ როგორ შეუძლია ერთ დაავადებას, რომელიც თითქოს მხოლოდ სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, გამოიწვიოს ამდენი გართულება? ამისთვის ზედაპირველად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებს ინსულინი. როდესაც ჩვენ საკვებს მივიღებთ და ის შეიწოვება ნაწლავების გავლით პლაზმაში, ეს საკვები ნივთიერებები იწვევენ სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რაზე პასუხადაც პანკრეასი გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს. ინსულინი კი გადამწყვეტ როლს თამაშობს უჯრედში გლუკოზის შეტანაზე. აი დააკვირდით ანიმაციაზე ძალიან მარტივად არის ნაჩვენები, ინსულინი უკავშირდება უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორს, რის შედეგადაც იხსნება სპეციალური არხები და გლუკოზა ტრანსპორტირდება უჯრედ შიგნით. შედეგად კი სისხლში გლუკოზის გაზრდილი დონე ისევ ნორმალურს უბრუნდება. მეორე ტიპის დიაბეტის დროს არსებობს ინსულინ რეზისტენტობა, რის შედეგადაც ინსულინი აი ამ რეცეპტორებს ვეღარ უკავშირდება და შესაბამისად გლუკოზაც უჯრედ შიგნით ვეღარ გადაადგილდება. ეს იწვევს სისხლში მუდმივად აწეულ შაქრის დონეს. ამის შედეგად პანკრეასი ცდილობს უფრო და უფრო მეტი ინსულინის გამომუშავებით ეს ყველაფერი დააბალანსოს, თუმცა არ გამოსდის. სისხლში გლუკოზის მაღალი დონის გამო კი გლუკოზა ცდილობს უჯრედებში შეღწევის ალტერნატიული, ანუ სხვა გზა იპოვოს. ამ გზით უჯრედში შესული გლუკოზა კი არასწორად მეტაბოლიზდება, ამ ყველაფერს ემატება ქრონიკულად გაზრდილი ინსულინის დონე სისხლში, შედეგად ვიღებთ უმცირესი კაპილარების დაზიანებას სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად თვალის ბადურაზე ან თირკმელში. ამას გარდა მაღალი ინსულინის ფონზე ღვიძლი სისხლში გამოანთავისუფლებს ცუდ ქოლესტერინს. ცუდ ქოლესტერინს კი შეუძლია სისხლძარღვის კედლებში დაგროვება, მათი შევიწროება და შედეგად მაგალითად გულის ინფარქტის ან თავის ტვინის ინსულტის გამოწვევა. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური წამალი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ, კი არის ფიზიკური აქტივობა.